ღირსი არის ჩვენი უფალი დიდების. ღირსია ჩვენი უფალი ქების. როგორიც არ უნდა იყოს შენი მდგომარეობა დღევანდელ დღეს. რითიც არ უნდა იყოს დღევანდელ დღეს შენ მოსული აქ ზურფასო ადამიანო. გიხარია თუ წუხარებაში ხარ, ტკივა თუ ქშია, თუ დაკმაყოფილებული ხარ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. უფალი მაინც ღირსი არის ქება დიდების. წარმატება გაქვს თუ წარუმატებლობა. ჩავარდნა გაქვს თუ წინსვლა გაქვს, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენი უფალი ყოველთვის ღირსი არის, რომ ვადიდოთ იგი. დიდება უფალს ზურფასება. მე მინდა დღევანდელ დღეს ცოტაოდენი გელაპარაკოთ რწმენაზე. და მინდა ვილაპარაკოთ ცოტა სხვა კუთხით რწმენის შესახებ, ზურფასებო, რადგან რწმენა ამ ბოლო დროს, როდესაც ვაკვირდებით თანამედროვე ქრისტიანობაში, უფრო მეტად ასოცირდება თითქოს იმასთან, რომ რწმენით შენ რაღაც უნდა მიიღო, რწმენით უნდა ილოცო შენ და აუცილებლად შენ წინ გელოდება ყველაფერი ის, რაც შენს გულში არის. ადამიანი ხშირად ოცნებობს და ოცნება კარგია, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის. და მინდა გითხრათ, რომ ოცნებას არ უკავია, რა თქმა უნდა, პატარა როლი ადამიანის ცხოვრებაში და სულიერ წინსვლაში, მაგრამ არ უნდა ასოცირდებოდეს რწმენა მარტო იმასთან, რომ ღმერთი ასრულებს შენი გულის სურვილებს, რასაც მოიწადინებ, ყველაფერი გექნება შენ. ანუ რასაც მოისურვებ, ყველაფერი გექნება აუცილებლად შენ. ბიბლია გველაპარაკება, რასაც ჩვენ ვთხოვულობთ, მისი ნებასურვილის მიხედვით მას მოგცემს უფალი. ამინ. ანუ რასაც ჩვენ მისი ნებასურვილის მიხედვით ვთხოვულობთ, ამის გარანტიას გვაძლევს უფალი, რომ თუ მის ნებასურვილში ვზივართ, მის ნებასურვილის მიხედვით ვითხოვთ და ვიდგებით, რა თქმა უნდა, კვლავ რწმენით, ბიბლია გველაპარაკება, რომ ჩვენ მივიღებთ მას. ადამიანებს შეიძლება სხვადასხვა დაუკმაყოფილებელი ოცნებები და გრძნობები ქონდეთ, რომელიც მაინც და მაინც არ არის ზურფასებო ბიბლიური, არც მათი საჭიროებების და მიხედვით. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს უნდა კარგად ყოფნა, ყველა ადამიანს უნდა წარმატება, ყველა ადამიანს უნდა რომ ყველაფერში საითად წავა, ყველგან მოემართოს ხელი, ყველგან კონდეს მას წარმატება. მაგრამ რწმენა არ არის მარტო იმისთვის ზურფასებო, რომ ჩვენ რწმენა ამ ვიწრო ჩარჩოებში ჩავკეთოთ და მხოლოდ რწმენა გამოვიყენოთ ჩვენი კეთილდღეობისთვის. რწმენას უფრო დიდი დანიშნულება და ფართო დანიშნულება აქვს ჩვენ ცხოვრებაში. ბიბლია გველაპარაკება ჩვენ რწმენის შესახებ და რა თქმა უნდა, რწმენის შესახებ ბიბლიაში მრავალი ადგილი არის და ერთ-ერთი თავი არის ჩვენთვის კარგად ცნობილი ებრაელთა მე-11 თავი, რომელიც შეიძლება ყველაზე უფრო ფართოდ გველაპარაკება რწმენის შესახებ. არც ერთი თავი არ მეგულება ბიბლიაში, რომელიც ასე ფართოდ ლაპარაკობს რწმენის შესახებ და კარგი იქნება თუ მას ცოტა ხშირად წავიკითხავთ, უფრო ხშირად ჩაუკვირდებით, თუ რწმენა როგორ მოქმედებდა ადამიანთა ცხოვრებაში. მე მინდა წავიკითხო პირველივე მუხლები ებრაელთა მე-11 თავიდან, სადაც წერია, რომ ხოლო რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რასაც ვესავთ და დადასტურება იმისა, რასაც ვერ ხედავთ. ანუ ამ მუხლის მიხედვით ჩვენ უნდა მივხვდეთ ზურფასებო და მისი შინაარსი ასეთი არის, რომ არის რწმენა მტკიცე დარწმუნება და როგორც სხვა თარგმანი გველაპარაკება კიდევ განხორციელება იმისა, რაზედაც ვიმედოვნებთ და იმის დადასტურება, რასაც ვერ ხედავთ ჩვენ. მაშიო მიიღეს უხუცესებმა ოდესღაც დამოწმება და მთელი მე-11 თავი ებრაელების ზუსტად ლაპარაკი არის ზურფასებო აი ამ უხუცესებზე, რომლებმაც მიიღეს დამოწმება. რწმენით ჩვენ ვხედავთ ზურფასებო მე-6 მუხლში წერია, რომ რწმენის გარეშე შეუძლებელი არის ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა. ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს. ანუ როგორც ეს მუხლი გველაპარაკება, ჩვენ რწმენის გარეშე ჩვენ ღმერთისთვის მოსაწონები ვერ ვიქნებით. ვინც მიდის ღმერთთან, პირველი პირობა რაც არის, მას უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს. ხოლო ამის შემდეგ უფალი ამბობს, რომ მის მაძიებლებს მიაგებს უფალი. და თუ წავიკითხავთ ჩვენ მე-11 თავს და ყველა პიროვნების ცხოვრება ცალ-ცალკე შევისწავლით ჩვენ, აქ არის მოყვანილი ისეთი რწმენის ადამიანები, როგორიც იყო ენუქი. ენუქზე ბევრი არ წერია ბიბლიაში, მაგრამ რაც წერია ზურფასებო, ისიც საკმარისი არის, რომ ჩვენ რაღაც ვისწავლოთ აქედან. ენუქზე წერია, რომ ის იყო ღვთისმოსაწონი ადამიანი, ის დადიოდა ღმერთთან. და ერთ დღეს უსწრაფად გაუჩინარდა, რადგან ღმერთმა წაიყვანა. ხოლო იუდა წინასწარმეტყველი ამბობს ზურფასებო თავის წერილში, რომ ენოქი წინასწარმეტყველებდა იესოს მოსვლაზე, წმინდანებზე, იგი წინასწარმეტყველებდა თავის დროზე ზურფასებო იმ ადამიანებზე, რომლებიც იქნებოდნენ მატყუარები, ცრუები.
ანუ ენუქის წინასწარმეტყველებები ეს არ არის ბიბლიაში ჩვენთან დაწერილი, მაგრამ ებრაელებს თავიანთ გადმოცემაში აქვთ ძვირფასებო მისი გადმოცემები, მისი წინასწარმეტყველებები. ბიბლია ჩვენ ბევრს არ გველაპარაკება მის შესახებ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ აი ამ რწმენის მამაკაცებში, ამ უხუცესებში დამოწმება მიიღო ენოქმა იმით, რომ ის დადიოდა ღმერთთან და უცბად ის გაუჩინარდა, რადგან უფალმა წაიყვარა იგი. ამ რწმენის მამაკაცებში ვხედავთ ჩვენ აბრაამს, ვხედავთ ჩვენ აბრაამს როგორც მაგალითს, რომელიც რწმენით ელოდებოდა ღმერთს, მიიღო აღთქმული. ასევე ვხედავთ აბრაამის ცხოვრებაში, რომ გამოიცადა აბრაამი და რაც მისთვის ყველაზე ძვირფასი იყო, ღმერთს შესწირა. რაც მისთვის ყველაზე ძვირფასი იყო, არ დაინანა ღმერთისთვის და რის გამოც მან დაიმსახურა ღმერთის კურთხევა. ჩვენ ვკითხულობთ ისააკზე, იაკობზე, ვკითხულობთ მოსეზე, რომელიც ჩვენთვის მაგალითი არის, თუ როგორ უარყო მოსემ ამ ქვეყნიური დიდება, ყველაფერი და ღმერთის ერთად ტანჯვა ამჯობინა. ჩვენ ვკითხულობთ ძვირფასებო ამ მე-11 თავში იმ რწმენის ადამიანებზე, ვისაც ბოლომდე ჩამოთვლილი არ არის და ყველაფერი დაწვრილებით არ არის გაშიფრული, მაგრამ მოციქული პავლე ლაპარაკობს, რომ დრო არ გვეყოფაო მათ შესახებ ვილაპარაკოთო. როდესაც თავიანთ მკვდრებს, გაცოცხლებულებს ღებულობდნენ, როდესაც სახელმწიფოებს ამარცხებდნენ რწმენის ძვირფასებო, როდესაც ისინი არ ეპუებოდნენ არავითარ დევნას, გაჭირვებას, რაც მათ ცხოვრებაში მოდიოდა და ისინი ბოლომდე ერთგულები იყვნენ ღმერთის. ამინ. და მე-11 თავს, როდესაც წავიკითხავ ჩვენ ებრაელთა მე-11 თავს, უცბად დაგვეკვარგება ის პრიმიტიული, ესე იგი, შეხედულება რწმენაზე, რომ აი მოვედი უფალთან და რასაც ვითხოვ ახლა ღმერთმა ყველა თხოვნა უნდა ამისრულოს ცხოვრებაში. და თუ კი რაღაც მოხდა ღმერთმა დაიფარა, რომ ადამიანს ცხოვრებაში რაღაც არ აუხდა ისე როგორც თვითონ ფიქრობდა, ან ისეთნაირად არ მოხდა როგორც თვითონ ლოცულობდა და წარმოედგინა, ადამიანებს რწმენა ეკარგებათ და ამბობენ, სად არის ჩვენი ღმერთი. ადამიანებს რწმენა ეკარგებათ და ამბობენ, ალბათ ბიბლიაში ყველაფერი ჭეშმარიტი არ წერია. ალბათ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ეკლესია ლაპარაკობს. მე მინდა გითხრათ ძვირფასებო, ყველაფერი ისეა, როგორც ბიბლიაში წერია. მაგრამ ჩვენ არ უნდა გქონდეს ესეთი ვიწრო შეხედულება რწმენის შესახებ. ბიბლია გაცილებით უფრო ღრმად ლაპარაკობს რწმენის შესახებ, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. როდესაც ვაუბრობ ჩვენ რწმენაზე და თუნდაც ეს თავი სამაგალითოდ იმიტომ მოვიყვანე მე, რომ ამ თავში ჩანს ასევე, როგორ ღებულობდნენ და იმკვიდრებდნენ აღთქმებს რწმენის ადამიანები. როგორ ხდებოდა მათ ცხოვრებაში სასწაულები და მკვდრებიც კი აღდგა. როგორ ხდებოდა მათ ცხოვრებაში განკურნებებიც, მაგრამ ძვირფასებო, ჩვენი რწმენა არ შემოიფარგლება მარტო, რომ განკურნება მოხდეს ჩვენ ცხოვრებაში. მატერიალურად ვიკურთხოთ ჩვენ, ჩვენს რწმენას უფრო გაცილებით უფრო ღრმა და უფრო დიდი მიზანი აქვს და უფრო დიდი დანიშნულება აქვს. ეს არის გამარჯვება ქვეყნიერებაზე. ეს არის გამარჯვება ცოდვაზე, უმართლოებაზე. და ამ ცხოვრებაში რაც არ უნდა შეგვდეს შენ, რწმენის გზაზე ყველაფერი უნდა გადალახო და შენი უფლის ერთგული უნდა დარჩი. ამინ. და თუ კი ამ ადამიანების ცხოვრებას დავაკვირდებით, მათი ცხოვრება განსასწრებით ახსავსე ცხოვრება იყო. ყოველი მათგანის ცხოვრებაში ჩანს ძვირფასებო, რომ ყოველმა მათგანმა გადალახა ცხოვრებაში რაღაც ისეთი ზღვარი, სადაც მისი რწმენა გამოსტილი იყო, სადაც მისი რწმენა დამტკიცებული იყო. დამისახელეთ რომელიმე რწმენის ადამიანი, ვისაც დიდი განსასწრებელი არ ქონია ცხოვრებაში. ბიბლიაში ჩვენ ვის შესახებაც ვკითხულობთ ძვირფასებო, ყველა ბიბლიური პერსონაჟის ცხოვრებაში იყო რაღაც რითის დამტკიცდა მათი სიყვარული ღმერთისადმი. იყო რაღაც რითის დამტკიცდა მათი ჭეშმარიტი რწმენა, რომ მათი რწმენა მარტო ის კი არ იყო რაღაც სათამაშოებზე აწყობილი. თუ ამას მომცემ, მე უფრო მეტი რწმენა მექნება. თუ ამას მომცემ, ღმერთო, ჩემი რწმენა უფრო მაღალი იქნება. მაგრამ არა ძვირფასებო, ჩვენ ვხედავთ ბიბლიურ პერსონაჟების ცხოვრებაში, რომ ყოველი მათგანის ცხოვრებაში მოხდა რაღაც, რითიც გამოიცადა მისი გული, რითიც გამოიცადა მისი მოტივები, რითიც გამოიცადა მთლიანად მისი ცხოვრება, მისი რწმენა და რაც მიიღეს ღმერთისგან ძვირფასებო, ეს მართლაც უფლისგან აღთქმული იყო, მათ დაიმკვიდრეს, მაგრამ მათ შეიძინეს უფრო დიდი. როდესაც ებრაელთა მე-11 თავს ვამთავროთ, იქ წერია, რომ მათი ღირსი არ იყო მთელი ქვეყნიერება. ისინი დადიოდნენ ძვირფასებო, სხვის ტყავებში ჩაცმულები, უდაბნოებში, მღვიმეებში, გამოქვაბულებში, დევრინდნენ მათ, ზოგი გადახერხეს შუაზე, ზოგს რა გაჭირვება ჰქონდა ცხოვრებაში, მაგრამ უფალი ამბობს, რომ მათი ღირსი მთელი ქვეყნიერება არ ყოფილა უფლის თვალში. ანუ ის ადამიანები, რომლებიც არაფრად მიჩნეული იყვნენ ქვეყნიერების თვალში, ღმერთის თვალში ძვირფასებო, მთელი ქვეყნიერება არ იყო მისი ფასი.
მათ დიდი ფასი ედოთ ღმერთის წინაშე, მაგრამ ყოველი მათგანი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ სრულად ვერ მიიღო აღთქმა, რადგან ღმერთმა ჩვენთვის უკანასკნელ დროს ვინც შემოგვინახა, უფრო უკეთესი რამ გაითვალისწინა, რომ ისინი უჩვენოდ იმ სისრულეში არ შესულიყვნენ. მაგრამ ისინი როდესაც ცხოვრობდნენ ამ ქვეყანაზე, თუნდაც აღთქმულ ქვეყანაზე ელაპარაკებოდა აბრაამს, ისააკს, იაკობს, აღთქმულ ქვეყანაში მათი შთამომავლობა შევიდნენ, მაგრამ ისინი რწმენით ცხოვრობდნენ, რადგან ისინი მარტო ამ მიწიერს კი არ უყურებდნენ, ისინი ზეციერს უყურებდნენ. ამინ. უფალსიდება ზურფასება. იცით ძალიან ალბათ არასერიოზული იქნება, რომ ჩვენ ცხოვრებაში რწმენას მხოლოდ ამ კუთხით ვაფასებდეთ, როგორც ქვეყნიური ადამიანები აფასებენ. ადამიანები დღეს მრავალი ადამიანი არის, რომ ღმერთს პატივს სცემს იცის სადამდეც მის ცხოვრებაში არის წარმატებები, სადამდეც მის ცხოვრებაში არის კურთხევები, სადამდეც მის ცხოვრებაში ხდება ის, რომ რაღაცას ითხოვს და ღებულობს. ძალიან ხშირად ალბათ შეგვიმჩნევია, რომ ახლად მოსული ადამიანი უფრო მალე ღებულობს განკურნებას, უფრო მალე ღებულობს რაღაც ცხოვრებაში, რაღაცებს, ვიდრე უკვე რწმენაში მყოფი ადამიანი. თითქოს რწმენაში მყოფი ადამიანები ხშირად უფრო ძნელად ღებულობენ რაღაცებს, მაგრამ მე მინდა გითხრათ ზრფასება, რომ შეიძლება ეს იყოს, რა თქმა უნდა, ურწმუნოების ბრალიც და ვთქვათ, რომ ახალ მოსულ ადამიანს უფრო მეტი მინდობა და რწმენა აქვს და უფრო ადვილად ჯერა ყველაფერი და ადამიანი როდესაც უკვე რაღაც პერიოდს გაივლის, მის რწმენა შეიძლება ხშირად სუსტდება, შეიძლება ისაც იყოს მიზეზი, მაგრამ მე მინდა გითხრათ ზრფასება, რომ ხშირად ახალ მოსულ ადამიანებს ღმერთი თავის ძალას, მადლს და კურთხევას აჩვენებს, რომ ამ ადამიანებმა იხილონ ღმერთის დიდება. და მე ვფიქრობ, ეს ნორმალური არის. იესო როდესაც დადიოდა ქვეყნიერებაზე, ალბათ ჩვენ ხედავთ, რომ იესომ მრავალი სასწაული გააკეთა ქვეყანაზე. მრავალი სასწაულის მომსწრეები ვართ ჩვენ, როდესაც ვკითხულობთ სახარებას, ბიბლიას, და ასევე მრავალი სასწაულის მომსწრე ვართ ჩვენ ცხოვრებაში, როდესაც ადამიანები ლოცულობენ ღმერთთან და იღებენ ისინი ღმერთისგან განკურნებას, სასწაული ხდება მათ ცხოვრებაში. მაგრამ მიზანი ღმერთის არასდროს არ ყოფილა ის, რომ მისი მსახურება, იესოს მსახურება, მოციქულთა მსახურება და ეკლესიის მსახურება იმ დონეზე გაჩერებულიყო, რომ ხალხისთვის მხოლოდ სასწაულები ეჩვენებინა. მიზანი მსახურების გაცილებით ღრმა იყო, რომ ამ სასწაულებით თუნდაც და ამ ნიშნებით ადამიანებს ღმერთის დიდება დაენახათ. ადამიანებს ღმერთის სიყვარული დაენახათ, მისი წყალობა, მისი მადლი, მისი ძლიერება, რომ მათი იმედი უფრო დიდზე ყოფილიყო. და ეს დიდი არის ზრფასებო ის, რაც უფალმა გაამზადა ყოველი ჩვენთაგანისთვის. მუდმივობა, რომელიც გველოდება ყოველ ჩვენთაგანს. ხსნა და გადარჩენა, რომელიც უფალმა მოგცა. ეს ყველაფერი, რომ ჩვენ ზრფასებო შევაჯამოთ და გადავხედოთ, ჩვენ უნდა მივხვდეთ იმას, რომ ჩვენი მსახურების მიზანი გაცილებით ღრმა არის. ჩვენი რწმენის მიზანი გაცილებით ღრმა არის. რა თქმა უნდა, ზრფასებო, მე არ მინდა არავის რწმენა არ დავანგრიო. მე თვითონ პირადად ძალიან მწამს და მჯერა ის, რომ ღმერთს ამ ქვეყანაზე შეუძლია ყველაფრის გაკეთება და აკეთებს კიდეც უფალი. და მე გახსოვთ, რომ ერთხელ ვიქადაგე, რომ არ უნდა დანებდე სამ რამეზე ვიქადაგე, რასაც არ უნდა დანებდე შენ ცხოვრებაში. მე ვილაპარაკე მაშინ, რომ არ უნდა დანებდე ავანტყოფობას, რომელიც არის შენ ცხოვრებაში, არ უნდა დანებდე ცოდვას, რომელიც არის შენ ცხოვრებაში, არ უნდა დაბნებდე იმ პრობლემებს, რომელიც გვხვდება შენ ცხოვრებაში. ამ ყველაფერს არ უნდა შეეგუო შენ. ამ ყველაფერს შენ არ უნდა დანებდე. შენ უნდა ლოცულობდე. უფლისნება არასდროს არ არის, რომ შენ ავატიყო. უფლისნება არასდროს არ არის ის, რომ შენ ცოდვაში იყო. ღმერთის ნება არასდროს არ არის ის, რომ პრობლემებმა შენ დაგამძიმონ და პრობლემებმა გაგსრისონ შენ. ღმერთს არ შეუქმნია პრობლემები. ღმერთს არ შეუქმნია ავანტყოფობა. ღმერთს არ შეუქმნია ზურფასებო ცოდვა. ეს ყველაფერი ეშმაკის მიერ არის ზურფასებო ამ ქვეყანაზე და ცოდვის მეშვეობით შემოიჭრა ადამიანის ცხოვრებაში. და ამ ქვეყანაზე მაცხოვრებელი ადამიანები ჩვენ ხშირად ვექონდებარებით ასეთ ცდუნებებს, განსასწრებს, ღმერთი ზურფასებო გვიყურებს და ამ ყველაფერს იყენებს იმისთვის, რომ ჩვენი რწმენა გამოიცადოს. ჩვენ უფრო ძლიერები გავხდეთ, უფრო მტკიცეები გავხდეთ ჩვენ. ამიტომ ზურფასებო ცდუნებებში ვლინდება რა? როდესაც ცოდვა გეტბასნება და გებრძვის, რამდენად შენ ღმერთზე ხარ დაიმედოვნებული. როცა ადამიანი ცოდვაზე ამბობს უარს დღეს ქვეყანაზე, ამით მისი რწმენა იცდება, რამდენად ენდობი შენ ღმერთს. რაღაცაზე რომ უარს ამბობ შენ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ რაღაცას უფრო მეტად ენდობი, რაღაცას უფრო მეტად აფასებ შენ ცხოვრებაში. თუ არ ყოფ ცოდვას და ცოდვას განერიდები შენ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ სიწმინდეს მეტად ეთმასნები. შენ სიწმინდე უფრო მეტად გიყვარს. და ის სიწმინდის ავტორი ვინც არის, შენი ზეციერი მამა, შენ მას უფრო მეტად ენდობი. ღმერთს დიდება ამისთვის რფასება. როდესაც ადამიანი ავად არის და აი ამ ავანტყოფობის პერიოდშიც ის მაინც ღმერთს ადიდებს და უარს არ ამბობს ღმერთზე თუნდაც თავის ტკივილებში.
და ამ დროს ზურფასებო ის ისევ ღმერთისკენ ტრიალდება ეს იმას ნიშნავს და იმის მიმანიშნებელია რომ ამ ადამიანისთვის ზურფასებო სულ ერთია კარგად იქნება მაინც ღმერთს ადიდებს და ცუდად როდესაც არის მაინც ღმერთს ადიდებს ის ადამიანი თავის ცხოვრებაში აჩვენებს ზურფასებო რას რომ ის რაც რომ ღმერთის სახურება და ღმერთის თაყვანისცემა შესაძლებელია მაშინაც როდესაც გტკივა როდესაც ადამიანი პრობლემებშია ამ პრობლემებს არ ემონება და პირიქით ეძებს გამოსავალს ღმერთს ეძებს იმედს და რწმენით უყურებს მაინც მომავალს და ისევ აგრძელებს იმის კეთებას რასაც აკეთებდა ეს იმას მეტყველებს რომ ადამიანის რწმენა უფრო ღრმა არის უფრო ძლიერი ხდება თანდათან და არ არის დამოკიდებული გარემოებებზე ზოგიერთი ადამიანის რწმენა გარემოებებზე არის დამოკიდებული რა სიტუაციაში იმყოფება ის სიტუაცია ახდენს მასზე ზეგავლენას გარემოებებმა შენზე ზეგავლენა არ უნდა მოახდინოს შენ უნდა მოახდინო გარემოებებზე ზეგავლენა გახსოვთ ერთი ადგილი არის უფალმა თქვა ასეთი სიტყვები რომ თუ მთასეთყვით რომ გადაადგილდეს ის გადაადგილდება რაზე აქ ლაპარაკი მართლა მთებზე ხوار არის ლაპარაკი აქ ლაპარაკია იმ პრობლემებზე რომლებიც ხშირად მთებივით არის ჩვენ წინაშე წამომართული და როდესაც უყურებთ ჩვენ რეალურად აი ამ თვალთახედვით თუ რამ ხელა არის ის პრობლემა ადამიანებს ხშირად რწმენა ეკარგებათ მაგრამ მინდა გითხრა შენ ზურფასო ადამიანო ნუ გეშინია ამ დროს უფალმა თქვა ჩვენ ხშირად ვწუწუნებთ ჩვენ ხშირად ზურფასობო ლოცულობთ ვიცით რომ უნდა ვილოცოთ მაგრამ თუ გახსოვთ ამასინო სახურებაზე ვლაპარაკობდი ხშირად იმის რწმენა გვაქვს რომ უნდა ვილოცოთ ჩვენ მაგრამ იმის რწმენა აღარ გვაქვს რომ პასუხი უნდა მივიღოთ ჩვენ ხშირად ადამიანები მხოლოდ წუწუნებენ თავიანთ პრობლემებზე მოდიან ღმერთთან რწმენა ყოფნით ბოლომდე მაგრამ უფალმა იცით რა თქვა ლოცვა ეს კარგია მაგრამ უფალმა იმ უხში თქვა შენ როცა მთასეთყვი შენ გადაადგილდის გადაადგილდება ჩვენ მარტო ხშირად ღმერთს ველაპარაკები ჩვენ პრობლემებზე მაგრამ ჩვენ ხშირად ჩვენი ბაგეებიდან ღმერთს ზურფასებოა უნდა ვაღიაროთ ღმერთის დიდება და ჩვენ პრობლემებს უნდა უთხრათ რომ ისინი ჩვენი გზიდან გადავიდნენ ვინ ხარ შენ დიდო მთაო ზორობაბელის წინაშე წერია ბიბლიაში შენ სწორი ადგილი ხარ ვაკე ადგილი ხარ გასწორებული ხარ მის წინაშე ანუ შეიძლება შენ წინაშე და პრობლემასავით იყოს სამომართული მაგრამ ნუ მისცემ უფლებას შენს პრობლემას რომ მან დაგიმონო შენ ნუ მისცემ შენს პრობლემას იმის უფლებას რომ იმ პრობლემამ შენ გაგსრისოს ურწმუნო გაგხადოს პირიქით განემტკიცე შენ რწმენა და უთხარი შენ მე მაინც უფალს ვადიდებ ჰალელუია ცოცხალ დიდებულს ღმერთს დიდება ზურფასობა ადამიანებს რომელსაც პრობლემები აქვს ცხოვრებაში რა თქმა უნდა როდესაც შეხედავ ადამიანს რომელსაც ტკივა მას სასიხარულოდ არ აქვს საქმე ადამიანს რომელსაც შია მას სასიხარულოდ არ აქვს საქმე ადამიანს რომელსაც დევნიან დასცინიან მას სასიხარულოდ არ აქვს საქმე მაგრამ ბიბლია გველაპარაკება რომ ყოველთვის გიხარობდეთო თქვენ მორწმუნის სიხარული ეს მისი ძლიერება ბიბლია გველაპარაკება ჩვენ მისი ძლიერება რატომ არის ზურფასობა როცა გახარებული ხარ თუნდაც პრობლემაში ეს შენ სულიერ სიძლიერეზე მეტყველებს ადამიანს რომელსაც კარგად აქვს ყველაფერი იმას ისედაც უხარია გინახიათ ადამიანი ისეთი ყველაფერი უცბად აი შეუსრულდა ცხოვრებაში და გახარებული არის ჩვენს გვიხარია ხოლმე როცა ღმერთი რაღაცით გვაკურთხებს ყველას გვიხარია როცა ღმერთმა რაღაცა მოგცა რაღაცა შეგმატა მატერიალური იყო თუ სულიერი ჩვენ ყველას გვიხარია ეს მაგრამ წმინდა წერილი ჩვენ გველაპარაკება მარტო მაშინ კი არ უნდა გვიხაროდეს ჩვენ თუ გვიხაროდეს ყოველთვის ყოველ ჟამს უფალი გველაპარაკება გიხაროდეთ თქვენ თუნდაც როდესაც გტკივა ის კი არ გიხარია რომ გტკივა მაგრამ ის გიხარია რომ უფალი გყავს ის გიხარია რომ შენი ტკივილი დროებითი არის ის გიხარია რომ შენ მუდმივობაში გელოდება ღმერთი ჰალელუია ცოცხალ ღმერთს დიდება ის კი არ გიხარია რომ შენ გშია მაგრამ ის გიხარია რომ შენ მიუხედავად ამისა დღეს ბევრშია ბევრს ტკივა მაგრამ მათ უფალი არ აყავთ დღეს ბევრი არის ზურფასებო პრობლემაში და მათ პრობლემებიდან გამოსავალიც არ იციან მათ არ იციან იმედი ვისზე უნდა დადონ ზოგი თავის მშობლებს ლანძღავს ზოგი ხელისუფლებას ლანძღავს ზოგი საერთოდ თელ ქვეყნიერების წინააღმდეგ არის განწყობილი და თავისი უბედურების სათავეს სხვაგან ეძებს მაგრამ ღმერთზე დაიმედოვნებული ადამიანი რომელიც არის თუნდაც პრობლემა ჰქონდეს მას შია თუ სტკივა ის ყოველთვის გამოსავალს ისევ უბალში ეძებს მისი გული არ ქვავდება არ ბოროტდება მისი გული ღმერთთან არის დაახლოებული ისევ ეს არის მორწმუნის ძლიერება ზურფასება როცა პრობლემაში შენ გიხარია რომ ყავს უფალი და ისევ მასზე დებიმეც ეს შენ სული სიძლიერეზე მეტყოლებს ზურფასო ადამიანო ეს მეტყოლებს იმაზე რომ შენ სულიერად ძლიერი ადამიანი ხარ ეს შენი ძლიერება ცოცხალ ღმერთს დიდება ამისთვის ამინ
ჰალელუია. დიდებული არის შენი უფალი ძვირფასებო. და ებრაელთა მე-11 თავი გაშგანთილი არის აი ამ სულისკვეთებით, რომ ეს ადამიანები რწმენი ცხოვრებაში იმარჯვებდნენ. ზოგი ქვეყნიერებაზე ამბობდა უარს და გულისხმებზე. მოსემ ისეთი რამე უარყო, რაც შეიძლება დღეს ყველა ადამიანისთვის საოცნებო იყოს. მოსე იყო ძვირფასებო ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ძლიერი სახელმწიფოს მეფე. ფარაონის ქალიშვილის შვილი იყო აყვანილი. მთელი დიდება, მან უარყო წერია ძვირფასებო ეგვიპტური საგანძურები, უარყო ამ ქვეყნიური განსხვავებული ცხოვრება და ამჯობინა რა ღმერთის ხალხთან ერთად ტანჯვა. მოსე ყოველდღე უყურებდა ებრაელ ხალხს, რომლებიც დატანჯულები იყვნენ. ყოველდღე უყურებდა მოსე იმ ხალხს, რომლებიც აგურებს აკეთებდნენ, ტალახს ზელავდნენ, მონობაში იყვნენ, ამცირებდნენ, სებდნენ მათ. მაგრამ მოსემ და ამ პერიოდში მოსე როდესაც ყოველდღე ამ სურათს ხედავდა, მოსე ფარაონის შვილი იყო. ფარაონის შვილმა აიყვანა შვილად მოსე. იზრდებოდა დიდებაში, პატივში. მას დიდი მომავალი ჰქონდა წინ. მაგრამ როდესაც მოსე უყურებდა თავის ხალხს, ებრაელ ხალხს და მან იცოდა ძვირფასებო, რომ ეს ხალხი ღმერთის ხალხი იყო. მან იცოდა, რომ თვითონაც ღმერთის ერიდან იყო წამოსული. მან დროებითზე უარი თქვა და ამჯობინაო ბიბლია გველაპარაკება ღმერთის ხალხთან ერთად ტანჯვა, იმიტომ რომ მოსე საზღაურს უყურებდა. საზღაურს რომელი ადამიანიც უყურებს ძვირფასებო, ის ადამიანი, საზღაურის მაყურებელი ადამიანი უყურებს რაღაცას რომ აკეთებ შენ იმის საზღაურს მიიღებ. ანუ ელოდები რაღაცას, რომელსაც მიიღებ შენ. საზღაურს როდესაც ელოდება ადამიანი, მე მინდა გითხრა რაღაცაზე უარს რომ ამბობ, მე მგონი უფრო მეც ელოდები იქიდან, რომ უფრო მეც მიიღებ. თუ შენ რაღაცაზე ამბობ უარს, უფრო მეც ელოდები, უფრო დიდ საზღაურს ელოდები. რა მიიღო მოსემ? მის ცხოვრების განმავლობაში ვხედავ ძვირფასებო, რომ მან მიიღო ღმერთის ხალხთან ერთად ტანჯვა. ღმერთის ერთად დადიოდა უდაბნოში. ხშირად ღმერთის ერი მადურიც იყო მოსესი. ხშირად მას ეწინააღმდეგებოდნენ კიდეც. მაგრამ მოსე ერთგულად იდგა ღმერთის წინაშე და საზღაურს უყურებდა. ეს საზღაური ზუსტად ის არის ძვირფასებო, რომელშიც მიიღო მან დამოწმება. ის რწმენით უყურებდა საზღაურს და ეს საზღაური უფლის დიდება და მადლი იყო. ეს საზღაური ძვირფასებო არ იყო მარტო ეს მიწიერი, ეს საზღაური ზეციერი იყო. ამინ. მოდი ყველამ შევხედოთ იმ საზღაურს ძვირფასებო. დამთავრდება ჩვენი მიწიერი ცხოვრება. ჩვენ დღეს გადარჩენილი ერი ვართ, ღმერთის ერი. ამ ქვეყანაზე ცხოვრება დროებითია, დამთავრდება და ჩვენ ვიქნებით უფალთან. მას უნდა უყურო და ყველაფერს რასაც ჩვენ ცხოვრებაში აკეთებ, იმ პერსპექტივიდან უყურე, რომ შენ არა ამ ქვეყნიური ადამიანი ხარ, მაგრამ შენ ზეცის მოქალაქე ხარ. უფალი ყავს შენ. შენი მეფე, მიწიერი შეიძლება სხვა ყავს, მაგრამ შენი სულის მეფე და მუდმიობის მეფე უფალი იესო არის. ამინ. სოცხალ ღმერთს დიდება ძვირფასებო. თუ ეს გვწამშვენ, თუ ამის გვჯერა ჩვენ ძვირფასებო, ჩვენ ცხოვრებაში ჩვენ ვერავით არის დაბრკოლება, ვერ გაგვაჩერებს, ვერ დაგვაბრკოლებს, რომ ჩვენ ღმერთის თაყვანისცემა და ქებადიდება შევწყვიტოთ ძვირფასებო. ამინ. სოცხალ ღმერთს დიდება ძვირფასებო ამისთვის. მე მინდა დღევანდელ დღეს რა თქმა უნდა, მარტო იმაზე არ მინდა ველაპარაკო, რომ ჩვენ რწმენით ვიცხოვრებთ და არაფერს არ მივიღებთ და რწმენით ისე დავიხოცებით საცოდავად. არა ძვირფასებო, მე უბრალოდ მინდა რომ აი ამ სიტყვებით დაგანახოთ უბრალოდ მიზანი, მთავარი მიზანი ჩვენი რწმენისა. და რაც არ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაზე, ასე უნდა იყოს შენ მომართული. დევნაში იქნები, გაჭირვებაში იქნები, ავანტყოფი იქნები, მდიდარი იქნები თუ ღარიბი იქნები, არ აქვს ამას მნიშვნელობა, შენ უნდა დიდო უფალი. არ აქვს ამას მნიშვნელობა. ეს ადამიანები, რწმენის ადამიანები, ჩვენ ვხედავთ ბიბლიურად, რომ ისინი აღთქმებსაც იმკვიდრებდნენ, რწმენი თუ არ ამბობდნენ ცოდვაზე და უმართლოებაზე. სასწაულებიც ხდებოდა მათ ცხოვრებაში. დევნილებიც იყვნენ, მაგრამ მათ ცხოვრებაში ყოველთვის იმარჯვებდა რწმენა. ჩვენ ცხოვრებაში რწმენა უნდა გაიმარჯვოს ყოველთვის. ღმერთს დიდება ამისთვის ძვირფასებო. ჰალელუია. ჰალელუია. მაგრამ ამავე დროს მე მინდა ცოტაოდენ ვილაპარაკო, რომ ჩვენ უნდა გვჯეროდეს ძვირფასებო ღმერთის აღთქმების, რასაც უფალი ჩვენ გველაპარაკება თავისი სიტყვის მიხედვით. ის ყველაფერი აღსრულებადი არის ჩვენ ცხოვრებაში. თუ უფალი ლაპარაკობს რომ და გვაძლევს აღთქმას, რომ იესოს შრომები ჩვენ განვიკურნენით, არ წერია რომ განიკურნებით,
იესო როდესაც გოლგოთის ჯვარზე იტანჯებოდა, მისი ჭრილობები ჩვენ უკვე მივიღეთ განკურნება. შეიძლება ვთქვათ, რანაირად ძმაო, მე ხომ დღეს ავათავარ. მაგრამ შენ წარმოიდგინე, როცა შენ იყავი ურწმუნო ადამიანი და იესოს არ იცნობდი, იესო მოკვდა შენი გულისთვის. ფაქტიურად შენი გულისთვის სისხლი იქნა დაღვრილი და იესომ გამოგისყიდა შენ. იესო ქვეყნიერებისთვის მოკვდა. მაგრამ როდის აღსრულდა ეს შენში? როდესაც შენ ირწმუნე იესო და მიიღე საკუთარ ხსნელად. მანამდეც იესო მკვდარი იყო შენთვის, მაგრამ ცოდვილი იყავი და ჯოჯოხეთში მიდიოდი. მაგრამ როდესაც ირწმუნე იესოს მიერ გაღებული მსხვერპლი, შენ გადარჩენილი ადამიანი გახდი, ზეციდან შობა მიიღე. ასევე განკურნებაც იესომ გოლგოთის ჯვარზე აიტანა, არა მხოლოდ ჩვენი ცოდვები, მაგრამ რაც კი ცოდვის შედეგი იყო ჩვენ ცხოვრებაში. ცოდვის შედეგი რაც იყო, ავანტყოფობა, ყველაფერი რაც კი არის ზურფასებო, ეს ყველაფერი იესომ ჯვარზე აიტანა და მიალურსმა ჯვარზე მასთან ერთად. ამიტომ ჩვენ დღევანდელ დღეს ზურფასებო, ჩვენ უნდა გვიჯეროდეს და გვწამდეს, რომ იესოს ჭრილობებით ფაქტიურად ჩვენ უკვე განკურნებულები ვართ. საქმე დღეს შენზეა, რამდენად ირწმუნებ, რამდენად ახლოს მიიღებ ამ სიტყვას შენს გულთან, რამდენად ძლიერად დადგები შენს ლოცვებში და მოიპოვებ გამარჯვებას. ეს აქტი უკვე აღსრულებული არის. იესო მოკვდა შენი ცოდვებისთვის და შენ მიიღე გადარჩენა, მაგრამ იესომ ასევე აიტანა ჯვარზე შენი ცოდვები. როდესაც გააკრეს უფალი იესო ზურფასებო ჯვარზე, შენი მისი ჭრილობებით შენ განკურნებული ხარ. ბიბლია გელაპარაკება, იესოს სცემდნენ, ნაცემი იყო, ნაგვემი იყო, ეგლეს გვირგვინი დაადგეს. მას ჰქონდა ზურფასებო ხელები, ფეხები და ლურსმული. ეს ყველაფერი იმიტომ წერია ზურფასებო, რომ შენ იყო დღეს ჯანმრთელი, ჯანსაღი. მაგრამ როდესაც შენ მოდიხარ ხშირად ეკლესიაში, როცა შენ ილოცებ ერთხელ, მეორედ ილოცებ, ვიღაცა ილოცა შენი გულისთვის, არ განიკურნე, ადამიანებს იმედი ეკარგებათ და ისინი ეგუებიან ამ მდგომარეობას და მათ გონიათ, რომ ასეთნაირად უნდა იყოს შენ ცხოვრებაში. თუ ასეთნაირად მოკვდები, რა თქმა უნდა, თუ შენ წმინდად იცხოვრებ, მოხვდები სასუფეველში. ავანტყოფობა ხელს არ შეგიშლის, რომ შენ მოხვდეს სასუფეველში. იქ აღარ იქნება ავანტყოფობა, იქ აღარ გექნება ავანტყოფის სხეული. მაგრამ შენ შეგიძლია დღეს ამ ქვეყანაზე მიიღო რწმენით ეს აღთმა და იმკვიდრო და მიიღებ განკურნებას. ამენ. უფასდიდება ამისთვის. შენ შეიძლება რაიმე პრობლემა გქონდეს ცხოვრებაში და პრობლემაზე ვერ გაიმარჯვა. ცხოვრების all პრობლემას გულისხმობ, მაგრამ თუ შენი ცხოვრება წმინდად და გაიმარჯვებ ცოდვაზე, ის პრობლემა ხელს არ შეგიძლიათ რომ შეხვიდეს სასუფეველში. შეიძლება ბინა არ გქონდეს, შეიძლება სამსახური არ გქონდეს, შეიძლება ეკონომიური გაჭირვება გქონდეს, მაგრამ თუ შენ მტკიცედ დადებ შენ იმედს უფალზე და ცოდვასთან იქნები უკომპრომისო, შენ შეხვალ სასუფეველში. მაგრამ შენ უნდა იცოდე, რომ დღეს არსებობს ამ ცხოვრებაში, რომ შენ რწმენით შეგიძლია გაიმარჯვო შენ პრობლემებზე. შენ შეგიძლია დაიმკვიდრო აღთქმა. უფალი ლაპარაკობს, რომ მართალი ადამიანი, ღმერთი მართალ ადამიანს, აი აღვიქვი ჩვენ, პირდება. პირდაპირ წერია ზრუფასებო, რომ დავითი ამბობს, რომ მე ბავშვი ვიყავი და მოხუსტი და არ მინახია მართალი ადამიანი პურს ხოვულობდეს. ბიბლია ლაპარაკობს, თუ შემცნებას დაიცავო, კურთხეული იქნები ქალაქად, სოფლად, კურთხეული იქნება შენი საქონელი, კურთხეული იქნება შენი მუცლის ნაყოფი. ანუ ღმერთი პირდება ზრუფასებო თავის მოშიშ ადამიანებს კურთხევას, რომ შენ გექნება კურთხევა. გექნება კურთხევა თუ ხარ ქალაქში, თუ სოფელში ხარ და ნაკვეთი და მიწები გაქვს, რომ იქნება კურთხეული შენი ნაკვეთი და მიწები, შენი საქონელი, შენი მუცლის ნაყოფი იქნება კურთხეული, შენი შთამომავლობა იქნება კურთხეული. ანუ ღმერთი პირდება შენ კურთხევებს. მაგრამ რა გვჭირდება ჩვენ ზრფასებო ჩვენ ამისთვის, რომ რწმენით დავიმკვიდროთ ღმერთის აღთქმები. ბიბლია ასევე გველაპარაკება ჩვენ 10 მცნებაშიც ვკითხულობთ ჩვენ ზრფასებო, რომ ერთ-ერთი მცნება არის აღთქმით მოცემული. თუ შენ მშობლებს პატივს სცემ შენ, მაშინ ბიბლია რას გელაპარაკება? დღეგრძელი იქნები და სიკეთე გექნება ქვეყანაზე. ნახეთ ზრფასებო, ბიბლია ჩვენ გვპირდება და უნდა ვიცოდეთ, რომ აღთქმებს რა თქმა უნდა თავისი პირობა აქვს. თუ ჩემ მცნებას დაიცავ ამბობს უფალი, იქნები კურთხეული. ასევე კონკრეტულად ამ მცნებაში იგულისხმება ზრფასებო 10 მცნებაში, რომ თუ ადამიანი იქნება მშობლების პატივის მცემელი, ბიბლია მას პირდება, შენ იქნებიო დღეგრძელი და სიკეთე გექნება ქვეყანაზე. ანუ ღმერთი პირდება კურთხევებს იმ ადამიანს, ვინც მშობლების პატივის მცემელი არის. შეიძლება ადამიანმა თქვას, ბევრი მართალი ადამიანი მინახია მე, მცნებებსაც იცავდა, მაგრამ მაინც ჰქონდა რაღაცა პრობლემა ცხოვრებაში. შეიძლება თქვას ზოგიერთმა ადამიანმა, რომ თუნდაც აი მე ვიცნობ ადამიანს, თავის მშობლებს პატივს სცემდა, მაგრამ დროზე ადრე მოკვდა ის. რაღაცა მის ცხოვრებაში მაინც მოხდა ის, რომ რაღაც ნაკლოვანება ჰქონდა ცხოვრებაში. მაგრამ მინდა გითხრათ ზრფასებო, ეს აღთქმები ავტომატურად არ სრულდება ჩვენ ცხოვრებაში.
ჩვენ გვჭირდება რწმენა, რათა რწმენით ძვირფასებო მოვიპოვოთ ეს აღთქმები. რწმენით, ლოცვით და ღმერთის წინაშე დგომით. ბიბლია გვირდება იმ ადამიანს პირდაპირ ეს მუხლი გველაპარაკება, თუ მშობლების პატივისმცემელი იქნები, ღმერთი ქვეყანაზე კურთხევას მოგცემს. სიკეთეს მოგცემს და ასევე ღმერთი გვირდება დღეგრძელობას. რას ნიშნავს დღეგრძელობა ძვირფასებო? შენ არ მოკვდები დროზე ადრე. რაიმე ავანტყოფობით ახალგაზრდულ ასაკში. რატო კვდებიან ადამიანები დროზე ადრე? ან რაღაც ავანტყოფობა შეეყარა მას და დროზე ადრე მოკვდა? ან რა მოხდა მის ცხოვრებაში? ან ავარიაში მოყვა, ან რაღაცა უბედური შემთხვევა მოხდა და ადამიანი წავიდა ქვეყნიდან. ბიბლია თავის მორწმუნე ადამიანებს პირდება, თუ შენ მშობლებს პატივს სცემ, ღმერთი გაგურთხებს ქვეყანაზეც და დროზე ადრე არ მოკვდები შენ. ეხლა ეს აღთქმა შეიძლება თქვა რომ მე მინახი ადამიანები მართლებიც იყვნენ მშობლებსაც სცემდნენ პატივს და არც კურთხევა მიიღეს და დროზე ადრეც მოკვდნენ. ჯერ მინდა გითხრათ რომ ბიბლია ეკლესიას და მორწმუნეებს ელაპარაკება პირველ რიგში. და მეორეც ჩვენ უნდა მივიღოთ ღმერთის აღთქმები რწმენით და ჩვენ ცხოვრებაში ძვირფასებო რწმენით უნდა გავააქტიუროთ ძვირფასებო უბაზდიდება. მე მგონი მოდი ესეთ მაგალითს მოვიყვან ჩვენ მე მგონი ყველას აქვს მობილური ტელეფონები. შეიძლება ძიბიაში ბარათი გედოს, მაგრამ ტელეფონით ვერ ისარგებლო, იმიტომ რომ გააქტიურებული არ არის ის ბარათი. დარეკავ თუ არა ტელეფონი გიპასუხებს, რომ გაქვს დავალიანება და შენ ანგარიში არ ირიცხება თანხა. ჯიბეში ბარათი გიდევს, შენ შეგიძლია დარეკო. მაგრამ თუ იმ ბარათს შენ არ გააქტიურებ და არ შეიყვან ტელეფონში, ის ბარათად დარჩება შენ ჯიბეში. ღმერთის სიტყვა ჩვენ გველაპარაკება. ძვირფასებო, თუ შენ აი ამ ბიბლიას დატოვებ მარტო როგორც ქაღალდზე დაწერილ სიტყვას, არასდროს არ იმოქმედებ შენ ცხოვრებაში. მაგრამ თუ შენ ბიბლიას შეასხავ ხორცს და მიიღებ რწმენით და რწმენით გააქტიურებ შენ ცხოვრებაში და შენს გულში და ლოცვებში, რაც თავარია, შენ მიიღებ იმ აღთქმას, რაც უფალმა მოგცა შენ. უბაზრდება ამისთვის. მე მტკიცედ მჯერა ამ სიტყვის, რომ თუ ადამიანი რწმენით იდგება უფლის წინაშე და მას სამს ღმერთის სიტყვა, მშობლების პატივისცემელი ადამიანი დღეგრძელი იქნება და კურთხევა იქნება მას. მაგრამ ეს არ მოდის ძვირფასებო, უბრალოდ ჩვენ ცხოვრებაში. ჩვენ გვჭირდება რწმენით ვიდგეთ ჩვენი უფლის წინაშე, ამინ? ანუ მარტო რწმენა არ ნიშნავს პასუხს. მარტო რწმენა არ ნიშნავს იმას, რომ შენ უკვე დაიმკვიდრე. რწმენასთან ერთად ჩვენ გვჭირდება ძვირფასებო ლოცვა, ღმერთის წინაშე დგომა, მისი მცნების შესრულება, ღმერთს დიდება ამისთვის. რწმენა ეშმაკებსაც აქვთ. და მე მინდა გითხრათ ძვირფასებო, ჩვენზე დიდი რწმენა ეშმაკს აქვს. რატომ იცით? ჩვენ სულიერ სამყაროში არ ვეყურებით, ვერ ვხედავთ. ჩვენ უბრალოდ ჯერა და გვწამს. მაგრამ ეშმაკმა თავისი იქ მყოფი არის, სულიერ სამყაროში მყოფი არის ეშმაკი. ის ღმერთის თანდასწრებაში იყო. ის ღმერთმა თავის თანდასწრებიდან გამოაძევა, როცა ღმერთის წინამდე წავიდა. მას ჩვენზე დიდი რწმენა აქვს. და იცით როგორი რწმენა აქვს? წერია კიდეც რომ კანკალებენ კიდეც ეშმაკები. მაგრამ ამით მათი ცხოვრება არ იცვლება. ისინი არ ემორჩილებიან ღმერთს. ჩვენ ცხოვრებაში თუ გინდა რომ ღმერთის სიტყვა გააქტიურდეს შენ ცხოვრებაში, დაიცავი მისი სიტყვა. იყავი მისი სიტყვის მოშიში და გჯეროდეს მისი. და ყოველი აღთქმისთვის, რაც გიწერია ბიბლიაში, ყოველთვის მოდი ძლიერი ლოცვებით ღმერთის წინაშე და გწამდეს, რასაც მისი ნებასრულით ვითხოვთ, მოგვეცემა ჩვენ. ამინ? უფალსიდება, ჩვენ ლოცვით დამოკიდებული ვართ ღმერთზე. ეს არის ის საშუალება, რითი ჩვენ ვეწებებით ღმერთს უხილავ სამყაროს. ამიტომ ჩვენ ბოლომდე მოდი მივენდოთ მას ძვირფასებო, უფალსიდება ამისთვის. მე მინდა რამოდენიმე მაგალითი მოგიყვანოთ. რა თქმა უნდა რწმენა, მარტო რწმენა და არ უნდა დარჩეს, რწმენა განხორციელება არის იმისი, რასაც ვიმედოვნებთ. რაზეც იმედს ვდებთ, ის უნდა განხორციელდეს ჩვენ ცხოვრებაში. და მინდა რამოდენიმე ადამიანის მაგალითზე ვისაუბროთ ჩვენ. თუნდაც აბრამი რომ ავიღოთ, აბრამზე ჩვენ ხშირად ბევრს ლაპარაკობთ. აბრამი 85 წლის იყო, როდესაც ღმერთმა მისცა აღთქმა და ირწმუნა ღმერთის. აბრამმა ირწმუნა ძვირფასებო და
და ჩვენ ხედავთ რას, რომ ღმერთმა გამოიყვანა. ღმერთმა უთხრა აღაპყარი აბრამ შენი თვალები, შეხედე. აჩვენა მას დასავლეთი, აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი, სამხრეთი, უთხრა შენ შთამომავლობას მივცემ ამ მიწას. შენს თესლს, რომელიც გამრავლდება, როგორც ზღვაში ქვიშა, როგორც საზე ვარსკვლავები, მათ მივცემო, თქვა უფალმა. აბრამმა ირწმუნა ეს სიტყვა. და აბრამი აღთქმულს ელოდებოდა 15 წელი. და 15 წლის შემდეგ მიიღო აღთქმული ვინ? ისააკი, თავისი შვილი. 15 წელი აბრამი რწმენით ცხოვრობდა. 15 წელი აბრამი რწმენით ელოდებოდა უფალს. და მან მიიღო აღთქმული უფალს დიდება ამისთვის. მოდი ახლა ისააკის მაგალითი მინდა მოვიყვანო, ძალიან საინტერესო მაგალითი არის, რომ ღმერთმა ხომ აღუთქვა აბრაამს, რომ ისააკში მე შენ შთამომავლობას გაგიმრავლებ, გაგურთხებ. ფაქტიურად ეს ნიშნავს რას, რომ ისააკს უნდა ხოლოდა შვილები, ხომ ასეა, სხვანაირად როგორ იქნებოდა მისი გამრავლება. როდესაც აბრაამმა თავისი მსახური გაგზავნა, რომ ისააკისთვის მისი შვილისთვის რომ ცოლი მოეყვანა, ჩვენ ამ ისტორიას როდესაც წავიკითხავთ, ეხლა არ წავიკითხავ ამ თავს, მაგრამ მოგცემთ რომ სახში წაიკითხოთ 24 თავი დაბადების. აქ ცხადად ჩანს, ვერფასებო, როცა მივიდა აბრამის მსახური იმ ქვეყანაში, სადაც აბრამის წინაპრები ცხოვრობდნენ, არ უნდოდა რომ მას უცხოტობელი მოეყვანა ცოლად თავისი შვილისთვის. გაგზავნა მსახური და მსახური როდესაც მივიდა ქვეყანაზე, ვინ უნდა მოუყვანოს ახლა ცოლად ისააკს? მას დიდი მისია ჰქონდა დაკისრებული. დაჯდა ჭასთან და იწყო მან ლოცვა და უთხრა უფალო, რომელი ასული სიტყვისო გამოვა, მე ვეთყვი მას რომ დამალევინე წყალი და როდესაც ის მეტყვის მე, რომ შენს დაგალევინებ და შენ აკლემებსაც ის იქნებაო ისააკის ცოლი. შეიძლება ძალიან უბრალოდ წერია, მაგრამ ვინც იცის ვერფასებო, აკლემები ძალიან ბევრ წყალს ხოვან. და მის აკლემებს იცით ძალიან ბევრი წყალი ჭირდებოდათ. ზუსტად არ მახსოვს ახლა გამოანგარიშებულიც არის, რამდენი ლიტრად წყალს ასვავს აკლემი ერთ დალევაზე. და მას ჭიდან უნდა მოეღო წყალი იმდენჯერ, რომ მისი აკლემებს მოეკლა წყურვილი. და როდესაც ელოდებოდა გამოვიდა რებეკა, რომელიც იყო აბრამის ტომიდან. როდესაც რებეკა გამოვიდა, მან მართლა სიტყვით ასრულდა ყველაფერი. უთხრა ეს ყველა რომ დამალევინე წყალი, მაგრამ მან უთხრა შენს დაგალევინებ ბადონო და შენ აკლემებსაც. და დააწყურა მისი აკლემები. და ამ ყველაფერს როდესაც უყურებდა აბრამის მსახური, მან დაინახა ღმერთის ხელი ამაში. 50 მუხში წერია, როდესაც შემდეგ მივიდა რებეკას სახლში და ოჯახის წევრებმა როდესაც მოისმინეს ეს ყველაფერი, მათ თქვეს, ამაში უფლის ხელია. ეს საქმე უფლისგან არის. რებეკა იყო თუ არა უფლისგან ამორჩეული ისააკისთვის. ამინ. ეს ჩანს ვერფასებო ბიბლიაში. მაგრამ საინტერესო ის არის ვერფასებო, ღმერთმა შეურჩია ისააკს ცოლი. ისააკში უნდა გამრავლებულიყო შთაომავლობა აბრაამისა. მაგრამ აღმოჩნდა, როდესაც დაქორწინდნენ, გაირკვა რომ რებეკა უნაყოფო იყო. რანაირად ეს ყველაფერი? ღმერთმა აღუთქვა აბრამს, აბრამ შენი შთაომავლობა იკურთხება, მან მისცა თესლი, შვილი ისააკი და ისააკი რომც არ ეწეროს ეს ყველა ლოგიკით. თუ მას პირდება გამრავლებას, მას უნდა ხოლოდა შვილები. მაგრამ აღმოჩნდა, ღმერთმა შეურჩია ცოლი ისააკს და აღმოჩნდა დაქორწინების შემდეგ რებეკა არის უნაყოფო. მათ შეეძლოთ რომ აღთქმაზე უარი ეთქვათ. მათ შეეძლოთ ეთქვათ რომ ღმერთმა აგვითქვა და არ სრულდება ჩემს ცხოვრებაში. როგორ გამრავლდება ახლა ჩემი შთამომავლობა? როცა რებეკა უნაყოფოა. აბრამ შეეძლო ეთქვა როგორ გამრავლდება ჩემი შთამომავლობა, ჩემი რძალი უნაყოფოა. ჩემი ცოლი უნაყოფოა, იტყოდა და ისააკი. მაგრამ ბიბლია გოლაპარაკება ჩვენ ზურფასებო, რომ დაბადების 25 თავში წერია 21 მუხში. და ევედრებოდა ისააკი უფალს თავისი ცოლისათვის, რადგან ბერწი იყო იგი. და ისმინა მისი უფალმა და დაორსულდა რებეკა მისი ცოლი. ნახეთ? ისააკმა იმედი კი არ გადაიწურა, მას ჯეროდა ღმერთის, მას სამდა ღმერთის. რეალური სიტუაცია ისააკს კარნახობდა, ბერწი ცოლი ყავს ისააკი. გაუშვი და სხვა მოიყვანე, რომ ღმერთის აღთქმა აღსრულდა შენ ცხოვრებაში. მაგრამ რებეკა მისთვის უფლისგან ბოძებული იყო.
გარემოება შეიძლება მოეხდინა ზეგავლენა. დღეს მრავალ ადამიანის ცხოვრებაში გარემოებები ახდენენ ზეგავლენას. მრავალ ადამიანის ცხოვრებაში დღევანდელ დღეს რა სიტუაციაში იმყოფება ადამიანი, ის სიტუაცია ბატონობს მასზე. ეკონომიურად უჭერს ადამიანს, უფრო მეტად ღმერთზე კი არ დადებს თავის იმედს. შეიძლება რაღაცა სამაიმუნო გზები მოძებნოს, არაპატიოსანი გზები, რომ რაღაც შეიძინოს. თქვი უარი მასზე და უფალი გაგურთხებ შენ. სოდვაზე და უმართლობაზე უარი თქვი და უფალი გაგურთხებ შენ. თუ ოჯახში პრობლემები აქვს ადამიანებს, ხშირად ისინი უფრო იოლ გზას ამჯობინებენ. გავცილდები და სხვას გავყვები, სხვას მოვიყვან. ეს იოლი გამოსავალია ძვირფასო ადამიანო. მაგრამ თუ უფლის სიტყვას დაემორჩილები და ეს ზეგავლენას არ მოახდე შენზე, უფალი შეცვლის შენ ქმარს, უფალი შეცვლის შენ ცოლს, უფალი შეცვლის იმ გარემოებას, თუ შენ უფლის ერთგული იქნები. ისაკ შეეძლო ეთქვა, ღმერთის აქტმა რომ ასრულდეს შენ ცხოვრებაში, მეწავალ და სხვა ცოლს მოვიყვან. გაუშვებ ამ უნაყოფოს და ნაყოფიერს მოვიყვან. მაგრამ ისაკს მტკიცეს ჯერო და ეს უფლის გამბოძებული არის და ის ლოცულობდა და ევედრებოდა უფალს თავისი ცოლისთვის. და ღმერთმა ისმინა მისი თხოვნა და ლოცვა. ამინ. უფალს დიდება ზურფასებო ამისთვის. ჩვენ ცოცხალ ღმერთს დიდება ამისთვის. ასეთი მაგალითები ჩვენ ცხოვრებაში ძალიან ბევრი არის და მინდა გითხრათ კიდევ მოვიყვანო მაგალითი. მაგალითად იოსები ავიღოთ ჩვენ. იოსებმა 17 წლის ასაკში მიიღო გამოცხადება. მასელოდა დიდება. მე აღარ მინდა ახლა შეიძლება იოსების ცხოვრება სხვადასხვა მხარე ჰქონდეს და დეტალები იყოს, მაგრამ მე მინდა რწმენაზე ვილაპარაკო დღეს. იოსებსაც შეიძლება თავის ცხოვრებაში ჰქონდა თავისებური შეცდომები, რის გამოც მან გაიარა მთელი გზა. მაგრამ იოსებმა მიიღო გამოცხადება, მას დიდება ელოდებოდა. ის ამ დიდების შესახებ ყვებოდა, როდესაც სიზმარი ნახა, თავის ძმებს უყვებოდა, თავის მამას, თავის დედას, რომ დადგებოდა დრო, რომ ისინი თაყვანსებდნენ მას ელოდებოდა დიდება. მაგრამ იოსებს თავის სიზმრებში არასდროს არ უნახია ის, რომ ორმოში ჩააგდებდნენ ძმები, გაყიდიდნენ. არასდროს არ უნახია იოსებს თავის სიზმრებში ის, რომ მოხდებოდა ფარაონის მსახურის სახლში. შემდეგ საპყრობილეში მოხდებოდა. იოსებს არ ქონდა ეს ნანახი თავის სიზმრებში. მაგრამ ერთი რაც ჩანს იოსების ცხოვრებაში, თუნდაც საპატიმროში, თუნდაც ფარაონის მსახურის სახლში, ის ერთგული იყო ღმერთის. თქვენ წარმოიდგინეთ, რის გამო მოხდა ის საპყრობილეში? ფარაონის მსახურის სახლში იმდენად დიდი პატივი ჰქონდა მას და ენდობოდნენ, რომ ფარაონის მსახურმა ერთ-ერთი უდიდესი პირი იყო ფარაონის კარზე, ყველაფერი ანდო თავის სახლში. აღარც ეკითხებოდა იოსებს არაფერს. ყველაფერი მიანდო მას. და რა შეხედავ ჩვენ ზურფასებო? ყველაფერს განაგებს იოსები. იმდენად ენდობოდა. მაგრამ ფარაონის მსახურის ცოლმა ავხორცმა ქალმა თვალი დაადგა იოსებს. იოსები ლამაზი ყმაწვილი იყო. თვალი დაადგა მას და მოინდომა მასთან სექსუალური კავშირი. იოსებმა უარი უთხრა მას. და იოსებმა თქვა, როგორ უღალატებ მე ჩემ ბატონს და როგორ უღალატებ ჩემ ღმერთს მე. და ფარაონის მსახურის ცოლმა ერთ დღეს დაიგულა იოსები მარტო. როდესაც ტაცა მას ხელი და უნდა მასთან დაწოლა, იოსები გაექცა და ზემოსამოსელი ხელში შერჩა მას. და ამ ავხორცმა ქალმა, რომელმაც ვერ აისრულა გულის წადინილი, განრისხებულმა ხმამაღლა დაიყვირა, შეყარა მთელი სახლეული და თქვა, აი მსახური, რომელიც ჩემმა ქმარმა მოიყვანა, ჩემს სასირცხვილო, ჩემს შესარცხენად მოიყვანა, მან ძალით მოინდომა ჩემთან დაწოლა და მე დავიყვირე და ძლივს გადავირჩინე თავი. და იოსები ალალმართალი ადამიანი საპყრობილეში ჩააგდეს. სასტური იოსებს დიდი ქონდა. ვინ იყო იოსები? თავის სახლში მართალია გამორჩეული იყო და მამას ძალიან უყვარდა იოსები, მაგრამ წყემსებს შორის ცხოვრობს. მას ისეთი ქალები ზურფასებო და ისეთი ცხოვრება, რაც ეგვიპტეში შეხვდა, მას არ ქონდა ნანახი. ფუფუნებაში ცხოვრება და ალბათ ასეთი ლამაზი ქალი მას ცხოვრებაში ნანახიც არ ყავდა.
და ყველა პირობა დაუდო წინაშმაგმა რომ ცოდვაში ჩავარდნილიყო იოსები. მაგრამ იოსები თავისი ღმერთის ერთგული იყო. ის ღმერთის ერთგული იყო და სჯეროდა თავისი უფლის. და მან თავისი ცხოვრება იოსებმა ისეთნაირად გაატარა 13 წელი. ისეთნაირად გაატარა იოსებმა რომ ღმერთის წინაშე არ შეუწოდია მას. 17 წლის ამ აღთქმა მიიღო და 13 წლის შემდეგ აღსრულდა მისი აღთქმა. და ეს 13 წელი იყო განსასწრებით, გაჭირვებებით ახსავსე ცხოვრება. სადაც მას ფიზიკური განადგურების საშიშროებაც ემუქრებოდა, ძმებს მისი მოკლა უნდათ. შემდეგ გაყიდეს. ანუ იოსებმა რა დაინახა, რომ ახლობელმა ადამიანებმა ის გაყიდეს. შემდეგ დაინახა თავისი პატიოსნებისთვის საპატიმროში ჩააგდეს. მან ყველაფერი გამოიარა. სუნების წინაშეც იდგა, ცოდვის წინაშეც იდგა, მაგრამ იოსები ყველა ასპექტში ერთგული აღმოჩნდა ღმერთის. და 13 წლის შემდეგ ის რაც ღმერთმა აღუთქვა, აღსრულდა მის ცხოვრებაში. ამინ. ცოცხალ ღმერთს დიდება ამისთვის, ჰალელუია. და თუნდაც მოსეს ცხოვრება ავიღოთ ჩვენ, რასაც მოსემ მიუძღვნა თავისი ცხოვრება. ჩვენ ხედავთ რომ 40 წელი მოსეს ცხოვრება სამ პერიოდად იყოფა. პირველი 40 წელი როცა ის ეგვიპტეში ცხოვრობდა. მას 40 წლისას უნდა ის იდეა განეხორციელებინა, რაც ჰქონდა მას. ებრაელი ხალხის გადარჩენა. ამისთვის მან ეგვიპტელიც მოკლა. მაგრამ შემდეგ ფარაონის რისხოს გაექცა. მეორე 40 წელიწადი მან უდაბნოში გაატარა, სადაც უფალი ამზადებდა მისიისთვის. და მესამე 40 წელი მოსემ მიუძღვნა იმ იდეის განხორციელებას, რაც ღმერთმა დაავალა მას. ანუ მე მგონი ჩვენ ნაცვლად ვხედავთ ზურფასებო, რომ მრავალი ადამიანი რატომ ვერ ღებულობს აღთქმას. მე მგონი ცხადად ვხედავთ უკვე ამ მაგალითებზე. მრავალი ადამიანი იმიტომ ვერ ღებულობს აღთქმას, რომ ისინი ბოლომდე ერთგულები არჩებიან. ისინი ბოლომდე არჩებიან ერთგულები ღმერთის გამოცხადების, იმ აღთქმების. და თავიანთ ცხოვრებაში ეს ადამიანები, რომლებიც უცბად ცდილობენ მოინკან დიდება ყველაფერი. ამისთვის შეიძლება ისინი ხელოვნურადაც აკეთებენ რაღაცებს. ამისთვის შეიძლება მათ ხელოვნურადაც უნდათ რომ რაღაცები მოიპოვონ. თვითონ აკეთებენ რაღაცებს, ღმერთი არ არის მათთან. ღმერთი ზურფასებო, ყველა აღთქმას აუსრულებს ადამიანს. ავანტყოფი ხარ განკურდებას მოგცემს. ცხოვრებისეული პრობლემებს გადალახავ. მსახურებაში გაქვს რაღაც ოცნებები და მიზნები და უფალი გამოცხადებას გაძლევს. აღსრულდება თავის დროზე ყველაფერი. ოღონდ პირობა ერთი არის. დარჩი ერთგული და ევედრე უფალს. რწმენი დარჩი ერთგული. ლოცვებში მდგრადი დარჩი. ბოლომდე მიენდე ღმერთს. და აღსრულდება შენ ცხოვრებაში. მრავალი ადამიანის ცხოვრებაში იმიტომ არ აღსრულებულა, რომ ისინი ბოლომდე არ დარჩნენ რწმენაში. ნუ მიატოვებ შენს აღიარებას და ლოცვედრებას ღმერთის წინაშე. ჩვენ ვერ ხედავთ რამდენი ხანი ლოცულობდა ისააკი, მაგრამ ის ლოცულობდა, ევედრებოდა უფალს. მან არ შეწყვიტა ლოცვა, ვედრება და აღიარება. მე მჯერა რომ ლოცვაში რა სიტყოდა ისააკი, ზურფასებო. მოდი ცოტა წარმოვიდგინოთ ჩვენ. კაცი ელოდება აღთქმას, უნდა გამრავლდეს და ამ დროს სოლი უშვილო ხავს. ის ალბათ ლოცვაში ხშირად იმეორებდა, უფალო, შენ აღმითქვი, რომ გამრავლდება ჩემში შთაომავლობა და გევედრები უფალო აკურთხე ჩემი უნაყოფო ცოლი. ანუ ის ლოცულობდა იმ მიზეზებზე, რა მიზეზების ხელს უშლიდა მის ნაყოფიერებას. მას ჯეროდა უფლის. მას რომ რწმენა არ ჰქონდა, სხვა ცოლს შეირთავდა, გაუშვებდა რებეკას. მაგრამ მას რწმენა ჰქონდა და ბაგეებით აღიარებდა და ეუბნებოდა უფალს, უფალო, მე მჯერა შენი აღთქმის. მე მჯერა რომ მეყოლება შვილები. მე მჯერა რომ ეს რებეკაში იქნება. და განკურნეი ევედრებოდა და უფალმა განკურნა მისი უნაყოფობა. ეს მოქმედებს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში. ფიზიკურად ავიღოთ, სულიერ სფეროში ავიღოთ, მსახურებაში ავიღოთ. თუ უფალი გპირდება ნაყოფიერებას და რაღაცები გიშლის ხელს, უფლის ერთგული დარჩი, მისი სიტყვის ერთგული დარჩი. რწმენა არ გაიტეხო. აღიარე ღმერთის აღთქმები და ილოცე. შენს ლოცვა ვედრებას ნუ მოეშვები და უფალი აღასრულებს მას. ცოცხალ ღმერთს დიდება ამისთვის.
ეფესელთა 3:20 გველაპარაკება. მას განუზომლად მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან ვფიქრობთ. და რასაც ვითხოვთ ლოცვაში, ბიბლია გველაპარაკება, მოგვეცემა ჩვენ. მრავალი ადამიანი კიდევ ვიმეორებ, ვერ ღებულობს იმიტომ, რომ ლოცვაში ისინი ბოლომდე არ რჩებიან. ლოცვის მაგალითები ჩვენ გვაქვს მოცემული. მოსამართლე ავიღოთ. ერთი ქვრივი იყო თქვა უფალმა, რომელსაც ჩაგრავდნენ. მიდიოდა მოსამართლესთან, რომელიც იყო იმ ქალაქში ცნობილი, როგორც უსამართლო მოსამართლე. ამების მეტი რა გვინახია რა ზურფასებო. ერთ-ერთი ძლიერი რამ, რაც ქვეყნის განვითარებას უწყობს ხელს, ეს არის სამართლიანი სასამართლო, რომელიც დღემდე შეიძლება არ გვაქვს ბოლომდე. უსამართლო მოსამართლე ცხოვრობდა იმ ქალაქში. ამ ქვრივმა შეაწუხა, მიდიოდა მასთან. და მოსამართლემ ისიც ბოლოს რა თქვა? მე მართალია ხალხის არ ამწვენია, ღმერთის არ მეშინია. ან რო ვთქვათ ამ მოსამართლეს ყველაფერი სულ ერთი იყო. ღმერთის არ ეშინია, ხალხის არ ასწვენია. რას ვიტყოდით ასეთ ადამიანზე ჩვენ? უსინდისო ადამიანი, რა უნდა მოკითხო მას? არავით არის სინდისის ნადამალი, ღმერთის იმას არ ეშინია, ადამიანების იმას არ ასწვენია, არც ეშინია ადამიანების, რა შეიძლება მისგან სიკეთე იყოს. მაგრამ ეს ქვრივი არ მოეშვა მას. და ბოლოს ის რა თქვა მოსამართლემ, მართალია ღმერთის არ მეშინია, კაცებს ადამიანების არ ამწვენია, მაგრამ დავიცავ ამ ქვრივსო მისი რის გამო? მომაბეზრებლობის გამო, მისი სიჯიუტის გამო. არ ეშვებოდა და მოდი დავიცავ მას და მოვიშორებ თავიდანო, არა? იესო რა თქვა? შეხედეთო ხალხო. უსამართლო მოსამართლე რას ამბობს, რომ მისი მომაბეზრებლობის გამო მაინც მივცემო მას. ჩვენ კიდევ მისი შვილები ვართ. თუ სამართლო მოსამართლეს შეუძლია მომაბეზრებლობის გამო მისცეს ქვრივს, განა იესოს რომელმაც სისხლი დაღვარა შენთვის და ღმერთმა რომელმაც თავისი მხოლოდშობილი ძე არ დაზოგა შენთვის. განა დღეს რომელიც მისი სისხლით გამართლებული ხარ, მასთან ერთად ყველაფერს არ მოგცემსო? ამენ. უბრალოდ ეს სიტყვები ჩვენ რწმენით უნდა ჩავიდოთ გულებში და გვახსოვდეს ყოველთვის. და ვლოცულობდეთ მის წინაშე, რაღაცას ვერ ღებულობ და იცი უფლისნება არის, გააგრძელე ლოცვა, გააგრძელე აღიარება, გააგრძელე იმ სიტყვის აღიარება შენ ცხოვრებაში, ნუ დადუმდება შენი ბაგე და მოვა აღთქმა შენ ცხოვრებაში. ამენ. ღმერთს დიდება ამისთვის. ჩვენ ლოცვის მრავალი მაგალითი გვაქვს. ჩვენ ცხოვრებაში, რაც მოგცა უფალმა ზურფასებო. მაგრამ იესომ თქვა, როდესაც მოვაძე კაცისა, ყოველს რწმენას ამ ქვეყანაზე, რომ რწმენაზე ლაპარაკობს ზურფასებო, რწმენა ყოველთვის იქნება ქვეყანაზე. ბოლო დროს, თუნდაც დიდი გასაჭერი როდესაც იქნება, იესოს მოსვლის წინ, ეკლესია როდესაც ატაცებული იქნება, რწმენა იქნება ქვეყანაზე. იმიტომ რომ წერია, რომ იქნება მეძავი ეკლესია. ეკლესია ყოველთვის რელიგიასთან ასოცირებული არის. მაგრამ ამ რწმენაზე არ ლაპარაკობს უფალი. უფალი ლაპარაკობს ზუსტად აი ამ ცოცხალ რწმენაზე, რომელიც უნდა რომ დაინახოს ყოველი ჩვენდაგანის ცხოვრებაში. ჰალელუია. რომელიც უნდა დაინახოს მან დღეს ქვეყანაზე. ამენ. ვიპოვი მერწმენას ამბობს უფალი. ამიტომ მოდი ზრფასებო, მე წინამსახურებაზე ვამბობდი, ერთადერთი რაც უფალს იზიდავს და აოცებს ადამიანის რწმენა არის. რამოდენიმე კვირის წინ მე მოვიყვანე ასეთი მაგალითი. როდესაც ასისთავი მივიდა იესოსთან და ეუბნება უფალო გამკურნე ჩემი მსახური. იესო მოთხრა მოვალ გამკურნავ მას, მაგრამ ასისთავი ეუბნება უფალო მე არა ვარ ღირსი რომ შენ ჩემ სახლში შემოხვიდე. მე თვითონ ძალაუფლების ქვეშ ყოფი ადამიანი ვარო. და მეც მყავს მსახურები რომელიც ჩემ ძალაუფლების ქვეშ არიან. ანუ რას ნიშნავდა ეს? ასისთავს ყავდა თავისი უფროსი. და მის დაქვემდებარებაში კიდევ იყო სხვა ჯარისკაცები და ასევე მსახურები ყავდა. და ეუბნება მე როცა ვეუბნები ერთ მსახურსო რომ წადი, მიდის. ვეუბნები მოდის, ვეუბნები ეს გააკეთე, აკეთებს. ასევე უფალო შენს თქვის სიტყვა. მხოლოდ სიტყვა თქვი და ჩემი მსახური განიკურნება. იესოს გაუკვირდა მისი რწმენა. რითი უნდა გააკვირო ღმერთი? მხოლოდ შენი რწმენით. მიწიერ ადამიანში აი ამ ცხოვრებაში როცა ასეთი ძლიერი რწმენა ვლინდება, ეს აოცებს უფალს და
იზიდავს ღმერთ ჩვენსკენ. ღმერთი რწმენას არ აუვლის გვერდს. ოღონდ იმ რწმენას, რომელიც ცოცხალია, მასზე მინდობილია, უფალს დიდება ამისთვის. ალელუია. ძალიან ხშირად ზრფასებო ადამიანები რწმენით კვდებიან და იმკვიდრებენ სასופველს. ღმერთს მადლობა, ეს კარგი არის. ჩვენი საბოლოო მიზანი ის არის. მაგრამ ხდება მათ ცხოვრებაში, რომ იმ აღთქმებს, რაც მათ ცხოვრებაში საჭიროა, იმას ვეღარ იმკვიდრებენ. ხდება ხანდახან პირიქით. ადამიანები უფრო მეტად მიწებებული არიან ამ ქვეყნიერებაზე მიიღონ რაღაც და ნაკლებად ფიქრობენ ზეციერზე. ამაში ბალანსი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ჩვენი ცხოვრების მთავარი მიზანი, როგორც აბაკუმ წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ვაზმარო არ მოისხას მტევანი, ლეღმარო არ გამოიღოს ნაყოფი. ჩემს ბაგაში ცხვრები რომ აღარ იყოს და გაწყდეს, მე მაინც უფალსგან ვადიდებდიო. რა თქმა უნდა, ზრფასებო, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ რაც არ უნდა იყოს შენ ცხოვრებაში, შენ უფალი უნდა განადიდო. მაგრამ გვახსოვდეს ისიც, რომ ჩვენ ცხოვრებაში ღმერთის სიტყვა, რაზეც გველაპარაკება, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ეს აღთქმები. რწმენით, მორჩილებით და უფლის დიდებით. ამინ. უფალს დიდება ზრფასებო. რწმენაზე წერია, რომ ღმერთი რასაც რწმენას უწოდებს, ისიც რა არის? ღმერთი უხილავს ხილულს უწოდებს. არ არსებობს არსებულს უწოდებს. ამიტომ მოდი ჩვენი ბაგეები ზრფასებო, ჩვენ ყოველთვის ვაღიაროთ ის, რაც ღმერთის სიტყვაში არის. და რწმენით. ავადმყოფი ადამიანები მინახია, თუნდაც ზოგიერთი აკრიტიკებს ამ მიდგომას. ავადმყოფი ადამიანი ჩაჭიდებული არის რწმენით და ამბობს, უფალო იესო, შენი ჭრილობებით მე განკურნებული ვარ. მე მჯერა უფალო შენი. სარა და აბრაამი ზრფასებო, სანამ შვილი ეყოლებოდათ მათ, ერთმანეთს უკვე როდესაც მიმართავდნენ, აბრაამის სიტყვა ნიშნავს აღმატებული მამა, მაგრამ აბრაამი მრავალთა მამას ნიშნავს უკვე. სარა აბრაამს, როცა ღმერთმა აღუთქვა მათ, აბრაამს უწოდებდა. ისინი აღიარებდნენ, რომ მათ ცხოვრებაში ღმერთის კურთხევა მოვიდოდა და მათი შთამომავლობა გამრავლდებოდა. რწმენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენ ცხოვრებაში. ამიტომ გვაკურთხოს უფალმა ზრფასებო, რომ ჩვენი ცხოვრება გავვლოთ რწმენით. რწმენით გავიმარჯვოთ ცოდვაზე, რწმენით გავიმარჯვოთ ქვეყნიერებაზე და რწმენით დავიმკვიდროთ ის აღთქმები, რა აღთქმებსაც უფალი გვაძლევს ცხოვრებაში. ამინ. მე მინდა ხოლმე წამოვდგეთ ზრფასებო და ჩვენი ცხოვრება, ჩვენი გულის მდგომარეობა, მოდი ყველა მოვიდანოთ ჩვენი ზეციერი მამის წინაშე. ჩვენი უფლის წინაშე, რომ განდიდდეს უფლის დიდებული სახელი. ამ დარბაზში თუ არიან ადამიანები, თუ გაგშენ რაიმე პრობლემა, თუ ცოდვის პრობლემა გაქვს, გაიხსენე მოსე, რომელმაც უარი თქვა ეგვიპტის საგანძურებზე. თუ პრობლემა გაქვს და ქვეყნიერებას ეწებება შენი გული, გაიხსენე მოსე. თუ აღთქმის დაკვინდრება გინდა, გაიხსენე ისააკი, აბრაამი. თუ ავადმყოფი ხარ, გაიხსენე, რომ რწმენით ბიბლიაში წერია, რომ თავიანთ მიცვალებულსაც ცოცხლებად ღებულობდნენ. თუ ავადმყოფი ხარ, გაიხსენე, იესოს შრილობებით შენ განკურნებული ხარ. ჰალელუია. თუ ოჯახში გაქვს პრობლემა, არიან ადამიანები, რომ ოჯახში ხავთ ურწმუნოები და ძალიან ხშირად აი ამ საჭიროებებში, რომელსაც ღებულობ ჩვენ, არის მითითებული ჩემი ოჯახის წევრისთვის ილოცეთ. ზოგს უნდა რომ მისი ოჯახის წევრი უფალთან მოვიდეს, ზოგს ოჯახის წევრი ავატყავს. მე მინდა ასეთ ადამიანებს უთხრა, ბიბლია გველაპარაკება. თუ შენ ღმერთისთვის მოსაწონი იქნები, ბიბლია ლაპარაკობს შენს გადარჩები და შენი სახლეულიც. შეიძლება შენ მხოლოდ გინდა სურვილი გაქვს, რომ შენი ახლობელი უფალთან მოვიდეს. შენ ოჯახში პრობლემა არის და მოგვარდეს ის პრობლემა, ვიღაც ავატყავს. მესმის ეს ძნელია. მაგრამ დადექი რწმენით, ცოტა შორს გაიხედე. ღმერთ შენი შვილების გადარჩენა უნდა. ღმერთ შენი შვილიშვილების გადარჩენა უნდა.
ღმერთს შენი სიზის გადარჩენა უნდა, შენი რძლების გადარჩენა უნდა. შენს გარშემო ვინც კი ტრიალებს შენს ოჯახში, ღმერთს ყველას გადარჩენა უნდა. უნდა ჩაეჭიდო ამ აღთქმას, უფალო. მე ვირწმუნე და თუ მის მოსაწონად იცხოვრებ, რწმენით ილოცე და თქვი უფალო. მე ოჯახში ურწმუნოები მყავს, მაგრამ შენ მითხარი თუ მე ვიქნები შენთვის მოსაწონი, მეც გადავრჩები და ჩემი სახლეულიც. უფალი უპასუხებს ამ ლოცვას. ნუ შეეგუები იმას, რომ ოჯახში ურწმუნო ყავს, ბოლომდე ერთგულად იდექი. ნუ შეეგუები და ილოცე ყოველთვის მათთვის. ავანტყოფი ყავს ოჯახში. ხშირად შენ გინდა განიკურნოს, მაგრამ იმ ავანტყოფს იესოს სიტყვას მიაწოდე. შენ არ ახარ მკურნალი, არც ეკლესია მკურნალი, იესოა მკურნალი. ამენ. ჰალელუია. შეიძლება ადამიანებს აქვთ პრობლემები, ფინანსური, სამსახური და სხვადასხვა გვარი. ძნელია, მაგრამ უფალს უთხარი უფალო. ვაზმაც როას მოისხას მტევანი. ლეღმაც რო არ გამოიღოს ნაყოფი, ფარა რომ მოწყდეს ჩემს ვაგაში. მე მან შენგან გადიდებ უფალო. მექნება სამსახური თუ არა მან შენგან გადიდებ. მექნება ფული თუ არა მან შენგან გადიდებ უფალო. რაც არ უნდა იყოს შენ ცხოვრებაში ღმერთო შენ ახარ პირველი ჩემთვის მაინც. და იცოდე შენ ცხოვრებაში ბოლო სიტყვა ეკუთვნის უფალს. ეშმაკი როგორც არ უნდა გცდიდეს შენ, როგორ განსასწრებელსაც არ უნდა გიდებდეს წინ. უფალი ბრმა არ არის, ყველაფერს ხედავს. შენი თავიდან ერთი თმა არ ჩამოვარდება მისი ნების გარეშე. ესე იგი რაც მოდის შენ ცხოვრებაში, ღმერთი ამ ყველაფერს ხედავს, მაგრამ რაღაცისთვის ალბათ ყველაფერი საჭირო არის. უბრალოდ შენ მიენდე და უთხარი უფალო, მე მაინც შენი ერთგული ვიქნები. ამინ. სოცხალ ღმერთს დიდება ამისთვის, ჰალელუია.